Აი სახელი საიდან მოვიდა? იმპერატორი? შემოქმედების კეთება რო დავიწყე. მივხვდი რომ ეს იყო ჩემი სამეფო. სადაც მე ვიყავი მეფე. ჩემო მშვენიერი ლედი სიმღერა 99 წელში დაწერილი. იქ ტექსტი ეგეთია: მე გიხსნი შენ ჩემ სამეფო კარებს. სიტყვებით დედოფალო ჩემო, კეთილი იყოს აქ მომბრძანება შენი. მე ამას მოყვა რაღაც გაუგებრობები და ხო, გაუგებრობები მოხდა იმის გამო, რომ ირაკლი ჩარკვიანმა თქვა, რომ ვარ მეფე. და მე მიყო რომ ლადო ბურდულმას თქვა რომ ვარ მეფე. ხო, ახლა ტელევიზორში პირველი ვინ იტყვის თუ ეგრე არის, მაგრე არის. მაგრამ აქედან გამომდინარე მე მივხვდი რომ რახანდით პატივს ვცემდი, ბაჩუკე მეფობა და იმპერატორობა. მე ასე მგონია ჩემი შექმნილია ირაკლი ჩარკვიანი და პირადად სასაცილოა. ურჩევდი რომ ჯობია პროდუქციის ხარჯზე გახდეს პოპულარული ვიდრე ინტრიგების ხარჯზე და ირაკლი ჩარკვიანის ხსენების ხარჯზე. მაგრამ ესე მარტივად არ იყო მე მგონი ბაჩუკე, იმიტომ რომ იყო რაღაცა გაბრაზების მომენტი. გაბრაზებები იყო, ხა მეგობრები, მაინც მეგობრები ირაკლი იცით არის ერთ რაღაცას გეტყვით რა. იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგას გეტყვით პირდაპირ და იყო ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი და აი სითფო თუ რაღაცა გქონდა, რომელიც ძალიან მიზიდავდა რა ირაკლიში. და ესეთი ერთგული მეგობარი იყო ჩემი და ესეთი რაღაც ჩემი ნიჭის დამფასებელი და პირველი რომ მოვიდა და რომ მითხრა ღმერთი ხარ და ხელზე რომ მკოცინდა და იქ რაღაც ლენასთან ქონდა რაღაც ჩხუბები სახში, თავის პირველი მეუღლე რო ქონდა, ჩემთან ცხოვრობდა საერთოდ ეს ფანსოგი, მოდიო შენთანო დაუკრაო რა რაღაც ინსტრუმენტზე. მე ვთქარი ირაკლი, შენი სტანდარტი ბამეჩემაც მაგიმთხოვა ბაკურაზე სხვათა შორის. რომ ხულიგანი ხდებაო რა და მე გთხოვო რა რამეზე ის აიყვანეო შენთან დააკვრევინეო რა რომ მიხვდა რომ მამაჩემ ჭკვიანი კაცი იყო და დაინახა რომ მე სხვა გზაზე მივდივარ და არ მეხება იმ ხელათი ეს უბედურება და ქუჩა და რაღაცა და ეს ბაკურა კიდე ჩაითრია რაღაც დონეზე ხო და მე ვთხარი რატო იგივე ირაკლას ვთხარი და ორივე შევეცადე რომ თავისი რაღაცა დავხმარებოდი გაკე და ორივეს გავაკეთებინე ბაკურასაც გავაკეთებინის თავისი მუსიკა რომელსაც მე მილიონობით ადამიანი ბაძავს და ირაკლასაც ის თავის სვანსონგი ჩავაწერინე რეცეპტი სვანსონგი იყო პირველი ალბომი. პირველი ალბომი, მთელი რეცეპტით, მთელი ჯგუფით დავუდექი. მთელი ჯგუფით, აი მთელი ავდექი და ირა მეთქი. დავაიმეთქი ახლა ვიმუშაოთ, ერთი წელი ჩემს სახში ვაკეთებდით ამ ალბომს და მე ვთხარი მთელი ჩემი დაგეხმარება, ჩემთან კი არ დაუკრა კლავიშებზე, დადასთან როგორც უკრავდი. გააკეთო შენი პირად და შენი რაღაცა შექმნა და მე შენს გვერდზე ვდგევარ მეთქი. და გავაკეთეთ ეს სვანსონგი ჩაიწერა ესე რა. მანამდე მქონდა მე სიმღერა მე გადმოვცვალა ამ ოკეანეს. მე თუ ის მეფე ვარ, ვისაც ვამბობ, 99 წელში დაწერილი ეს სიმღერა ქონდა და მოწონდა ირაკლის ეს სიმღერა. ოკეანის გადაცურავ, რა მაგარი იდეა არისო და მე ნუ ამ ინსპირაციიდან გამომდინარე ეს სიმღერა გაკეთდა. მაშინ მე გადმოვცვალა ამ ოკეანეს. თუ მე ის მეფე ვარ, ვისაც მე ვამბობ, მაშინ მე ვიმოვიჩენ სამეფო კარებს. იყო მე მოგიტან წყალს კიდე. მე მოგიტან წყალს, ეს მითხრა რომ შენ მოგიძღვენი პირადადო და შენთვის დავწერეო და კოტიკა და მაგი მაშინ. იცით როგორი ირაკლისთან უფრო ძმობა მქონდა, მაგრამ კოტიკა იყო ჩვენი უფროსი ძმა. კოტიკა ვინ? ყუბანეშვილი, კოტე ყუბანეშვილი თქვით. აუ. კოტე იყო აი ვინ ჩვენ გვიცავდა ამ ძველი ბიჭებისაგან იმ პერიოდში და რაღაცა და ეხა ირაკლიც არ იყო მოძველ ბიჭო ელემენტი, არც მე არ ვიყავი და ამ ქუჩის სამყაროს თავის ენაზე უხსნიდა რომ იმათ გაეგოთ ეს. ბოლოს სანამ გარდაიცვლებოდა, ქონდა შეხება გისაუბრია მასთან თუ წლები აღარ ქონდა ურთიერთობა? აღარ მქონდა ურთიერთობა. გინანია რომ ეს ურთიერთობა ვერ აღადგინე მანამდე სანამ ის აღარ იქნებოდა. ცხოვრება ხო აქ არ თავდება რა. ადამიანის სული უქტავი არის და აქედან გამომდინარე როცა შევხვდებით იქ ერთმანეთს ისევ დამეგობრდებით იმედი ხო